ერთი საინტერესო თემა, ანუ დათო შენ ალბათ ნანახი გაქვს, პირველად ყავდა დათო, ესა გიორგი ბოტკოველი. ხაშლამის ამბავი მოყვა ძალიან მაგარი, რა ხო გახსოვთ ეგ ამბავი, რომ ხაშლამის ჩამოტარების მთელი ფსიქოლოგია რა. კარგი რა, ლამისარი უკვე ხაშლამა შემარქვა რა. ეხა პუტკუნების შოუში ვიყავი, იქაც ხაშლამა, აქაც ხაშლამა და უკვე ძალიან ეგ არის ძალიან ამბავი რა. ესე იგი ხაშლამა არის თურმე მთელი ამბავი არის რა და ეხლა მე ერთი რაღაცა მოვიფიქრე რა, ესეთი არ ვიცი ეხლა შენ როგორ შეხვდები ამ ამბავს, მაგრამ მე ავდექი რადგანაც მოდიოდი ვიცოდი, კაი ხაშლამა მოვხარშე ძმაო. არის ხაშლამა მოვხარშე. არა, მართლა. ხო და რო ჩამოვატაროთ. დავაი. ჩამოვატაროთ. ვანო. ისე ხა. აბა გახედე, მოდი. ბიჭო, არა თელავან. გახედე, შიგარი. იქიდან. ნაიჭირები გამოვართი და ჩამოვატარე. აჰა. აი ამას გეუბნებოდი, ეხლა უყურე. მე რო იქ მჯდარიყავი, ცეცხლი იქითენტო ესე იგი, ხო? მე რო იქ მჯდარიყავი. ხო მოვიდოდა ჩემთან. დაჯექი რა მეორე რა, აი მითო გეუბნები, დაჯექი რა მეორე რა. აი ვარ უყურე. მაგარი ხაშლამა კი მოგიხარშია, მაგარი ხაშლამა. ვანო, თევშები? აი. და სადა არჩიე ხორცი? ხო დავარჩიე ბაზარში ავარჩიე. სიგენაცვალე, შენა. რა ადგილზე დავჭეკ, ესე მეჭიროს ეხლა მე. სიგენაცვალე. ეგ არის, კაი ნაჭრები, რაც იქნება ჩვენ გადავიღე და დაგჭება რაღაცები. პური არის? ხო და შენ მან. აჰა, ესეც, აჰა. შენ გენაცვალე. ვანო. დაგეწვა ხელები? ოხ, ერთი ჭიქა გამიწყდა. არა უშავს. დათო არა დაიხ. აი წვენს დავლევ და გახედე. იმით ბიჭო. ნახე რა ნაჭერი გადაიღო მართლა. ბიჭო. აჰა. იდი ბოტკო. აჰა ბოტკო. დავეწყო ხელები. შეატოკე ცოტა, შეატოკე. ო, აი. აჰა. ეს არის ყველაფერი ცოდნა უნდა, ვანო. დავჭეკი. ნიორი გააკ. აი ძმოა ნიორი. აჰა. აბა ნიორ ყავს და შეგენაცვალე ნახე. აბა ეს ღვინო ნახე. შენ თუ მაგარი კახელი ხარ, შენ თუ მაგარი კახელი ხარ, ამ ღვინოს გამოიცნობ საიდან არის, აბა. მოდი მე ამაში ჩამესხი და განსხვავებულით დავლევ, განსხვავებულით. აჰა. აბა ნახე. თქვი სადღიზოლოსაც თქვი რა. აიცა და ის კავშირი. რაღაცა გისწავლია, ხო იცი? ჰა? მოტეხე რა. მიდი წორი მოაკეთე, კი. აბა ნახე. ხო კაია. ძალიან მაგარია. დავიწყო სადღიზოლო თქვა? შენი თქვი თუ მე ვთქვა? მოდი მე ვიტყვი ჯერ. მედი. ესე იგი, ჩემო გიორგი, ერთხელ ისტორია აქვს რა თავისი, სადღიზოლოს ხო უნდა ისტორია. აი პირდაპირ გაუმარჯოს ეგრე ხო არა? ერთხელ ერთი კაცი არჩევნებს აყალბებდა. გესმის და საკუთარ დედას გულის ჯიბიდან პირადობა ამოგლიჯა და გასაყალბებლად გაიქცა. როცა უბნისკენ მირბოდა, ფეხი წამოკრა და დაეცა. ხო და ეს დედის პირადობა ხელიდან გაუვარდა, გაიგე? გაუვარდა და პირადობაზე დედის სურათმა შვილს ამოხედა. შვილო, რამე ხო არ იტკინეო, ეუნება სურათი, გაიგე? გესმის? მოდი ამ ჭიქით დედიკოებს გაუმარჯოს, შვილი რო ნამუს გარეცხილი ყავს და მაინც რო უყვარ. გაუმარჯოს. კოორდინატორებსაც დედეს გაუმარჯოს. ბიჭო, აბა. აუჩი, მაგარი ღვინო კი გქონია. ხო და ეხლა მე ვიტყვი რა. მოდი ეხლა მე მინდა ამ ჭიქით ჩვენს დედმამიშვილებს გაუმარჯოს. ხო. ჩვენს მიწაწყალს გაუმარჯოს. ჩვენს ტკბილ მოგონებებს გაუმარჯოს. ხო. კეთილ თვალს გაუმარჯოს, რომელიც გაივლის, გამოივლის და კეთილად შემოგხედავს. ხო, კი ბატონო. და მოდი ამ ჭიქით ჩვენს ღირსეულ მეგობრებს გაუმარჯოს. გაუმარჯოს. ერთხელ და სამუდამოდ ხომ უნდა ვისწავლოთ სადღეგრძელოები კოალიციური, ხო? აი ამ კოალიციური სადღეგრძელოს
შვედიერია და მოდი დღეისათვის ბოლო ძვირფასო სტუმრებო, დიდი მადლობა მინდა გადაგიხავდოთ. და ბოლოსკენ რა, ერთი ესეთი სატრიზონო მინდა გითხრათ, შემოგთავაზოთ ქართული სუფრის წესით, ხო? მოსვლა თქვენი ნებაა, ხო და წასვლა ჩემი ნებაა, გაიგე? ხო და მოდი დღეიდან ხელისუფლება სტუმრებით აღარ იქცეოდნენ რა და 30 ოქტომბრიდან თქვენი მოსვლაც ჩვენი ნება იყოს და დროულად სახში წასვლაც ჩვენი ნება იყოს ხალხის. ეგრე. უნდა ვისწავლოთ ეგეც, უნდა ვისწავლოთ. კი ბატონო. უნდა ვისწავლოთ. აჰა, გაუმარჯო.